2024 წლის 22 სექტემბერს წყნარი ოკეანის თავზე თვითმფრინავი ჰაერში ნაწილებად იშლება. გადარჩენილები კი შორეულ კუნძულზე მიმოფანტულნი არიან. პირველი შოკის გავლის შემდეგ 58 გადარჩენილი ბანაკის გაშლას და იმის გარკვევას ცდილობს თუ სად იმყოფებიან, თუმცა მათ ახლომდებარე ჯუნგლებიდან გამომავალი ღრიალი ესმის. მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ისტორიაში ალბათ ყველაზე ეპიკური სერიალის განხილვას. საუბრობ რა თქმა უნდა Lost-ზე, მეგობრებო, სატელევიზიო შოუზე, რომელიც დღემდე უამრავ კითხვას ტოვებს ფანებში. ეს პროექტი კი ვიდეოების სერია ჩემგან საჩუქარია მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ უნახავს Lost-ი. ახალი YouTube სერია, სადაც ყოველ ვიდეოში ჩაურღმავდებით Lost-ის რამდენიმე ეპიზოდს და გავანალიზებთ ყველა დეტალს, პერსონაჟების განვითარებას, ფარულ მინიშნებებს და რა თქმა უნდა იმ დიდ საიდუმლოებებს, რაც ქმნის ამ ეპიკურ სერიალს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ სერიალზე იმდენია სასაუბრო და იმდენი რამე აქვს თურმე დამალული სერიალში სცენარისტებს, პროდიუსერებს, რეჟისორებს, რომ შეიძლება გააფრინო კიდეც, ჩვენ მხოლოდ ძირითად ნაწილზე და ყველაზე მნიშვნელოვანზე ვისაუბრებთ, ვინაიდან დეტალები მართლა ძალიან ბევრია. სულ 6 სეზონია. ვიდეოც იქნება შესაბამისად 6. რადგან ჩვენ წინა ვიდეოში უკვე ვისაუბრეთ პირველი სეზონის 3 სერიაზე, ახლა მოდი უფრო ღრმად შევიდეთ ამ სერიალის პირველ და ალბათ ყველაზე ეპიკურ სეზონში და ვისაუბროთ ყველა სერიაზე ამ 3 სერიის გამოკლებით. მანამდე გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. მაშასე, სეზონი პირველი. This is the orientation video for a documentary about Lost. ზოგადად დაკარგულებზე მუშაობა 2003 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც ABC-ს ვიცე-პრეზიდენტმა თომ შერმანმა გადაწყვიტა Spelling Television-ისთვის შეეკვეთა სცენარი, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ლოიდ ბრაუნის იდეაზე. მან წარმოიდგინა სერიალი, რომელიც იქნებოდა რომანის ბუსთა ბატონის, ფილმის გარიყულის, ტელესერიალის გილიგანის კუნძულისა და პოპულარული რეალიტი შოუს გადარჩენილის ნაზავი. ბრაუნმა თავის კონცეფციას დაკარგული უწოდა. შერმანმა დაამტკიცა იდეა და 2004 წლის იანვარში J.J. Abrams დაუკავშირდნენ საპილოტე სერიის შესაქმნელად. თავიდან Abrams იყო ყმანობდა, თუმცა შემდეგ ამ იდეას იმ პირობით დათანხმდა, რომ სერიალს ზებუნებრივი ელფერიც ექნებოდა. ABC-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჰეზერ კადინმა მას დეიმონ ლინდელოფი გაუგზავნა და სწორედ აბრამსმა და ლინდელოფმა შეიმუშავეს დაკარგულების პერსონაჟები და სიუჟეტი. ასევე შექმნეს სერიალის მთავარი სიუჟეტური ხაზი, რომელიც შეიცავდა მითოლოგიურ იდეებსა და სიუჟეტურ მომენტებს. შოუსთვის, რომელიც შეიძლება გაგრძელებულიყო ალბათ 5-6 სეზონი მაინც. ლინდელოფმა და აბრამსმა საბოლოო სცენარი 19 აპრილს წარადგინეს. სერიალის თავდაპირველი გეგმებით ჯეკ შეფარდი პირველი ეპიზოდის შუაში უნდა მოეკლათ. მეტი ფოქსის ჯეკის როლზე კასტინგის შემდეგ პერსონაჟი ლიდერად ჩამოყალიბდა, ხოლო ჯეკის ადგილი როგორც მონსტრის პირველი მსხვერპლი დაიკავა თვითმფრინავის პილოტმა. პილოტის როლი სხვა შორის გრეგ გრენბერგმა აბრამსის ბავშვობის მეგობრმა შეასრულა, ვინც იცით ეს მსახიობი. ისიც გეცოდინებათ, რომ პროდიუსერი J.J. Abrams-ი თავის პროექტების უმეტესობაში სწორედ იყენებს ამ მსახიობს. კასტინგზე ქეითის როლზეც სხვადასხვა სხეულის ზომის, ეთნიკური წარმომავლობისა და ასაკის დაახლოებით 75 ქალი იღებდა მონაწილეობას. თავდაპირველი გეგმებით ჩეკის გარდაცვალების შემდეგ სწორედ ქეითი ხდებოდა ლიდერი და ის არ იყო პატიმარი, არამედ ყავდა ქმარი, რომელიც თვითმფრინავში საპირფარეშოში შევიდოდა რეისის ჩამოვარდნამდე ცოტა ხნით ადრე. შემდეგ ეს სიუჟეტი, ვინც სერიალი კარგად იცით, როუზის პერსონაჟისთვის იქნა გამოყენებული. პროდიუსერები აღფრთოვანებული იყვნენ კანადელი ევანჯელი ლილის მიერ ქეითის როლზე კასტინგით. ევანჯელის სხვა შორის გაუჭირდა თურმე ამერიკაში სამუშაო ვიზის მიღება, ამიტომ
სწორედ მისთვის სერიალის გადაღების გრაფიკით შეიცვალა. ბუნებრივია ეს იმისთვის გაკეთდა, რომ რათა ევანჯელინის მეტი დრო ქონოდა ვიზის მისაღებად. ამასობაში სხვა შორის პროდიუსერებმა ხელახლა დაიწყეს კასტინგი იმ შემთხვევისთვის თუ ვიზა არ გაიცემოდა, თუმცა ერთ-ერთი კასტინგის დროს თურმე მათ მიიღეს ელექტრონული წერილი, რომელიც ადასტურებდა, რომ ევიმ მიიღო ვიზა და შეეძლო შოუზე მუშაობის დაწყება. ხორხე გარსია ბევრი ლოსტის ფანისთვის ძალიან საყვარელი მსახიობია და თურმე ხორხე გარსია თავიდან სოიერის როლზე ისინჯებოდა, თუმცა პროდიუსერებმა არ ჩათვალეს, რომ ის სოიერის როლს შეეფერებოდა, ამიტომ მისთვის ჰარლის პერსონაჟი შეიქმნა. ხოლო როდესაც ჯოშ ჰოლოვეიმ, ანუ სოიერის რეალურმა შემსრულებელმა როლზე იკითხა, პროდიუსერებს მოეწონათ მისი სამხრეთული აქცენტი თურმე და ის ელფერი, რომელიც მან პერსონაჟს შეძინა. კასტინგზე მას ტექსტი დავიწყნია და გავრაზებულს გამისთვის ფეხიც მიურტყია. პროდიუსერებს ეს მოსწონებიათ და სოიერის როლი შეუცვლიათ სპეციალურად მისთვის და სცენარიც ისე გადაუწერიათ, რაც მას უფრო ველურ სამხრეთულს ხდიდა. მაგრამ ამავდროულად ინარჩუნებდა იმავე ინტელექტს, რაც თავდაპირველად ჩაფიქრებული ჰქონდათ სერიალის ავტორებს სოიერისთვის. დომინიკ მონაგანიც სოიერის როლზე ისინჯებოდა თურმე, თუმცა დომინიკი ასევე მოეწონათ და მისთვის ჩარლის როლი გადააკეთეს. თავდაპირველად თურმე ჩარლი ხანდაზმულ როკერად განიხილებოდა, რომელიც 80-იან წლებში პოპულარული ტიპი იქნებოდა, ხოლო ახლა სერიალში რეალურად ჩარლი ახალგაზრდა მომღერალი გახდა. დამეთანხმებით, რომ დაკარგულები მულტიკულტურული შოუა, პროდიუსერებმაც მიიჩნიეს, რომ კლერის როლისთვის აუცილებელი იქნებოდა ავსტრალიელი მსახიობის არჩევა და არჩიეს კიდევაც ავსტრალიელი მსახიობი. იუნჯინ კიმმა თავიდან კასტინგი კეიტის როლზე გაიარა, თურმე მას პროდიუსერებისთვის უთქვია, რომ ის თავისუფლად ლაპარაკობდა კორეულად, ეს კასტინგზე უთქვამს, რადგან სამხრეთ კორეაში გაზრდილა და სადაც რამდენიმე ფილმში მიუღია კიდევაც მონაწილეობა. პროდიუსერებს ძალიან მოსწონებიათ ასევე კიმის შესრულება და მისთვის შეუქმნიათ სპეციალურად სანის როლი. აი დენიელ დაი კიმისთვის, ანუ სანის ქმრისთვის სერიალში ჯინისთვის ეს როლი განსაკუთრებით რთული იყო, რადგან ის თურმე ამერიკაში იყო გაზრდილი და ბავშვობის შემდეგ კორეულად ნასაუბრები არ ჰქონდა. Day 3. Polar bears here. ასე თუ ისე დასრულდა კასტინგი და გადაღებები დაიწყო 2004 წლის 11 მარტს და სერიალს თურმე იღებდნენ ძირითადად კუნძულ ოაჰოზე. კარგი, ესე იგი, რაზეც ვსაუბრობთ ამ ვიდეოში, ეს არის სერიალის პირველი სეზონი. ამერიკაში პირველი სეზონის ორიგინალური ეპიზოდები ეთერში გადიოდა 2004 წლის 22 სექტემბრიდან 2005 წლის 25 მაისამდე. ეს სეზონი თითქმის მაშინვე გამოჩნდა საქართველოში და ვისაც გახსოვთ, ეს ტელეკომპანია იმედის ეთერით ხდებოდა. პირველი სეზონი ფოკუსირებულია გადარჩენილებზე და მათ ბრძოლაზე გადარჩენისთვის. და მოდი ორი სიტყვით შევეხოთ სიუჟეტს. ძალიან მოკლედ ის რომ არ გადაგხალოთ. ჯეიკი, ქეითი და ჩარლი თვითმფრინავის კაბინის საპოვნელად მიდიან და პოულობენ კიდეც. დაშავებული პილოტი მათ ეუბნება, რომ თვითმფრინავმა რადიოკავშირი აფრენიდან 6 საათის შემდეგ დაკარგა. ფიჯისკენ შებრუნდა და ტურბულენტობაში მოხვდა. ჩამოვარდნის დროს თვითმფრინავი კურსიდან 2000 კილომეტრით იყო დაშორებული თავდაპირველ მარშრუტს. ამის შემდეგ მონსტრი პილოტს კლავს. კურსიდან 1000 კილომეტრით შორს ვიყავით. სხვა ადგილას გვეძებენ. ერთ-ერთი გადარჩენილი ერაყის რესპუბლიკური გვარდიის კომუნიკაციების ყოფილი ოფიცერი სახელად საიდი ცდილობს თვითმფრინავის რადიოს შეკეთებას. სიგნალის სიმაღლეზე უნდა შევამოწმოთ. როგორზე? რამდენიმე გადარჩენილი სიგნალის მისაღებად მთებში მაღლა ადის, მათგზად პოლარული დათვი დაესხმება. ეს ხდება შეგახსენებთ ტროპიკულ სარტყელში წყნარი ოკეანის შუაში ერთ-ერთ კუნძულზე. ეს უბრალოდ დათვი არ არის. პოლარული დათვია. როდესაც ისინი საბოლოოდ ახერხებენ გადამცემ მიმღების ჩართვას, იგებენ, რომ მათ სიგნალს ბლოკავს ქალის ხმა, რომლის ფრანგული შეტყობინება მეორდება ავტომატური დათვლით და საიდის გამოთვლით ეს მესიჯი 16 წელი და 5 თვეა მეორდება. ვინმეს ესმის ეს რას ნიშნავს? ითვლის რამდენჯერ მეორდება შეტყობინება, თითქმის 30 წამის ჟღერს ასე. ესე იგი რამდენი იქნება? ის ამბობს, გთხოვთ. ამბობს, გთხოვთ აქედან წამიყვანეთ. 16 წელიდან კიდევ 5 თვე. თუ სწორად დავითვალე, შეტყობინება 16 წელია მეორდება. როდესაც საკვების მარაგი იწურება, ლოკი იწყებს ნადირობას გარეულ ღორებზე. ჯეკი კუნძულზე გარდაცვლილ მამას ხედავს, საბოლოოდ გადარჩენილთა ჯგუფი შუაზე იყოფა.
გადარჩენილთა ნახევარი მათ შორის კეითი სოიერი საიდი თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილის მახლობლად მდებარე პლაჟზე დასახელდებიან, დანარჩენები კი ჯეკის მეთაურობით ჯუნგლებში მტკნარი წყლის წყაროსთან ახლოს მდებარე გამოქვაბულებში გადაინაცვლებენ. საიდი პოულობს ოკეანიდან ჯუნგლებში გამოვალ კაბელს, როდესაც ის მას მიყვება, ის ხვდება დანიელ რუსოს, აი ფრანკალს, რომლის ხმაც მათ რადიოში მოისმენს. 16 წელი. ამდენი დრო გავიდა? თქვენ თქვენ შემთხვევით ჩემი სიგნალი გაიგეთ? ეს ფრანგი ხალი საიტს უყვება თუ როგორ მოხვდა კუნძულზე და მიანიშნებს რომ მან მოკლა ისინი ვისთანა ერთადაც კუნძულზე ჩავიდა. შემდეგ ირკვევა რომ კუნძულზე მყოფმა მტრულად განწყობილმა პირებმა, ანუ სხვებმა რუსოს პატარა ქალიშვილი მოსტაცეს. სეზონის განმავლობაში რუსო პერიოდულად ხვდება გადარჩენილებს. მას შემდეგ რაც კლერს ზედიზედ 2 ღამის განმავლობაში თავს ესხმიან და გადარჩენილები აღმოაჩენენ რომ მათთან მყოფი ითან რომი მგზავრების სიაში არ ყოფილა, ითანი ორსულ კლერსა და ჩარლის იტაცებს. 2 კვირის შემდეგ ლოკი კლერს ჯუნგლებში მეხსიერება დაკარგულს პოულობს. კიდევ 2 კვირის შემდეგ ლოკი და ბუნი მიწაზე იდუმალ ლოკს აღმოაჩენენ სახელურის გარეშე. ეს რა არის? უნდა გავარკვიოთ. კუნძულის შესწავლისას ლოკი და ბუნი ასევე იპოვნიან კლდის ფერდობზე ჩარჩენილ პატარა თვითმფრინავს. ბუნი კლდეზე ადის, თვითმფრინავში შედის, შიგნით პოულობს რადიოს და აგზავნის სამაშველო შეტყობინებას. მამაკაცის ხმა კი პასუხობს, არის საქმე, რაზეც ბუნი epasუხება, ჩვენ ვართ ოშენიკის 815 რეისის გადარჩენილები. ხმა პასუხობს, ჩვენ ვართ 815 რეისის გადარჩენილები. იქ ნადევს ჯონ. ზევით უნდა ახვიდე და გაარკვია. ბუნ, გამოდი. დიახ, კავშირზე ვართ. ალო, ესმით ჩემი? თქო, შეტყობინება გაიმეოროთ. ალო, ჩვენი თვითმფრინავი რეისი 815 ავიაკატასტროფაში მოყვა. შემდეგ თვითმფრინავი კლდიდან ვარდება და ბუნს მძიმე დაზიანებს. ლოკი ბუნს ბანაკში დააბრუნებს, მაგრამ ჯეკი ვერ ახერხებს მისი სიცოცხლის გადარჩენას. ამავდროულად კლერს მშობიარობა ეწყება და კეითი ბავშვის გაჩენაში ეხმარება. მაიკლი გადაწყვეტს შვილთან ვოლტთან ერთად კუნძული დატოვოს. ის სოიერი და ჯინი ტირს აგებენ და კუნძულს ტოვებენ. მათ პირველივე ღამეს სხვების ნავი პოულობს, ვოლტს გაიტაცებენ, ტირს კი გაანადგურებენ. რუსო გადარჩენილთა ჯგუფთან ერთად კუნძულის შუაგულში მდებარე ხის გემ შავ კლდეზე მიდის, რომელზეც დინამიტები ინახება. დინამიტების გამოყენება ლუკის გასაღებად შეიძლება. გზად ერთ-ერთ მათგანს ურჩხული მიჯდებს, რომელიც შავი ღრუბლის სახით ვლინდება, რასაც რუსო კუნძულის უსაფრთხოების სისტემას უწოდებს. ჯეკს და ლოკს დინამიტი ლუკთან მიაქვს და მისი გამოყენებით ლუკის კარს აფეთქებენ. სეზონი იმთავრდება, რომ ისინი ქვემოთ ბნელ შახტაში იყურებიან. მაშასე, სიუჟეტის ძალიან მოკლე განხილვა მოვილიეთ და ვიწყებთ ანალიზის პირველ ნაწილს. როგორც უკვე გითხარით, პირველი, მეორე და მესამე სერია უკვე დეტალურად განვიხილეთ სხვა ვიდეოებში, ამიტომ ამ ვიდეოში ეს სერიები არ მოხდება. გასეირნება სერიალ დაკარგულების პირველი სეზონის მეოთხე ეპიზოდია. ამ სერიაში აქცენტი ლოკის პერსონაჟზე კეთდება. სერიალის ფანები ხშირად ამ ეპიზოდს აღნიშნავენ როგორც მომენტს, როდესაც ადამიანების უმეტესობა შოუზე დამოკიდებული გახდა. ამას გასეირნების ეფექტი დაარქვეს. ამ ეპიზოდში ძალიან საინტერესო რამ ისმის. აი მოусმინეთ ამ ხმას. რამის ხომ არ გაგონებთ? მას შემდეგ რაც რენდი ლოკს ანგარიშებთან დაკავშირებით დაუპირისპირდება, ლოკი თავის გამომთვლელ აპარატს იყენებს. ქვითრის ბეჭდვისას ისმის მონსტრის ხმა. არის ეს მინიშნება თუ უბრალოდ დამთხოვა? პროდიუსერების თქმით, მონსტრის ხმა ნიუ-იორკის ტაქსის ქვითრების პრინტერიდან არის თურმე აღებული და იქაც ამიტომაც ისმის ეს ხმა. ამ ეპიზოდში არის რა თქმა უნდა განმეორებადი თემები. დავიწყოთ რიცხვების თემით. ლოკისა და ჰელენის სატელეფონო ურთიერთობა 8 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ლოკი ავსტრალიელი ტურისტულ აგენტს ეუბნება, რომ ის 4 წელია თავის მდგომარეობასთან ერთად ცხოვრობს. აქ იწყება ზედმეტსახელების თემაც.
სოიერი ბუნს მეტროს უწოდებს, შენონი ბუნს კაპიტან ამერიკას, ჰარლი სოიერს ჯეტროს. ამ ეპიზოდში ის რომ ლოკს გადაადგილება არ შეეძლო, რამდენჯერმე წინასწარ არის მინიშნებული. თავიდან ლოკი გაკვირვებულია, რომ გაღვიძებისას ფეხის თითების მოძრაობა შეუძლია. შემდეგ ერთ-ერთი გადარჩენილი შეშის გადასატანად ინვალიდის ეტლს იყენებს. ამის მერე ლოკი კვლავ უყურებს თავის ფეხს, მას შემდეგ რაც მათ ჯგუფს თავს ტახი დაესხმება. ლოკს უფროსი ეკითხება, ანუ დახეტიალობ, ნადირობ და საკვებს აგროვებ ფეხით. მოგვიანებით ამატებს, გაიღვიძე, ამის გაკეთება არ შეგიძლია. მის მინე ლოკ, საკუთარ თავს რატომ იტანჯავ? დიდი ხანია გამოგონილ სამყაროში ცხოვრობ, რომელი დიდი გასეირნება და ნადირობა. გამოფხიზლდი. სულ ერთია ამისგან არაფერი გამოვა. ნორმან კრაუჩერი. ლოქს მაგალითად მოყავს ნორმან კროუჩერი, მასავით პარალიზებული, რომელიც ევერესტზე ავიდა. ლოკი ამას იმის ხაზგასასმელად აკეთებს, რომ მასაც შეუძლია ლაშქრობაში წასვლა. ლოკი ასევე სანამ ტელეფონზე ჰელენთან საუბრობს, ნერვების სტიმულირების აპარატს იყენებს. სერიის ბოლოს კი ირკვევა, რომ ლოკი სწორედ კუნძულზე წამოდგა ფეხზე. მეხუთე სერიას თეთრი კურდღელი ქვია, რაც არის ალუზია ციკლში ალისა საოცრებათა ქვეყანაში თეთრი კურდღლის ძიებასთან. ამ ეპიზოდში კი ჯეკი მამამისს ეძებს, ლოკი მტკნარ წყალს, ქეითი და საიდი მოპარულ წყალს, კლერი თმის ჯაგრის, ბუნი ბანაკში თავის როლს. აქ რატომ ხარ? რაღაცას უკან მიყვებოდი. ვიღაცას. თეთრი ბოცვერი. ალისა საოცრებათა ქვეყანაში. რადგან ის, ვისაც უკან მივსდევდი, აქ არ არის. ამ სერიაში ასევე სხვა ბევრი საიდუმლოა ჩამოვლილი, მაგალითად, თეთრი კურდღელი წყალქვეშა სარკის სადგურის დარმა სიმბოლოა და ეს სიმბოლო მერე ჩნდება სერიალში. ამ სერიაში არის ზედმეტსახელების თემაც, მაგალითად, სოიერი შენონს ჯოხებს უწოდებს, ჯინსკი მისტერ მიაგის. მეხუთე სერიაში ჯეკი კრისის ეუბნება, რომ ლოს-ანჯელესის აეროპორტში 16 საათში უნდა დაეშვას. ეს უკვე, როგორც იცით, რიცხვების თემაა. ამ სერიაში რამდენიმე შეცდომაცაა. თავარი ალბათ ისაა, რომ როდესაც ჯეკი კლდის კიდეზეა ჩამოკიდებული, ის ცოტა ხნით ზემოთ იყურება, ამ დროს ცხადი ხდება, რომ პერსონაჟს კასკადიორი განასახიერებს და არა მეთიუ ფოქსი. მეექვსე სერიას ამმავალი მზის სახლი ქვია და აქცენტს კორეელ პერსონაჟებზე აკეთებს. ამ სერიაში ლოკი გამოქვაბულში ნაპოვნ ჩონჩხებს ადამსა და ევას უწოდებს. ადამისა და ევას ვინაობა სერიალის ბოლოს გამოვლინდა. სწორედ ამ ეპიზოდის არქივის კადრებია გამოყენებული იმ სერიაში. განმეორებადი თემებიდან ისევ ბევრი თემა ჩნდება. მოდი ძირითადები აღვნიშნოთ. ჯეკმა და ქეითმა გამოქვაბულში ადამ და ევასთან შავი და თეთრი ქვები იპოვეს, რაც აგრძელებს სერიალის ერთ-ერთ ძირითად თემას შავი და თეთრი. ეს რა არის? მაიკლი ამბობს, რომ კუნძულზე დროს მნიშვნელობა არ აქვს, რაც თითქოს ზედაპირული ნათქვამია, თუმცა ეს რეალურად სიმართლეა და მერე სერიალის ფინალში დასტურდება. პირველი სეზონის მე-7 სერიას ჩრჩილი ქვია და იმ სერიაში აქცენტი ჩარლის პერსონაჟზე კეთდება. ეპიზოდში ძალიან ბევრჯერ არის გამოყენებული რიცხვი 3. აღსარების დროს ჩარლი იხსენებს 3-ჯერ ჩადენილ ცოდვას. ლოკი ჩარლის 3-ჯერ აძლევს შესაძლებლობას, რომ ჰეროინი უკან მოითხოვოს. ნარკოტიკს 3-ჯერ მომთხოვ. მესამეზე მოგცემ. პატიოსნად ვითამაშოთ. ეს პირველია. საიდის გეგმა საგანგაშო სიგნალის იზოლირების შესახებ კუნძულზე 3 ანტენისა და 3 ინდივიდის გამოყენებას გულისხმობს, რომლებიც 3 სხვადასხვა წერტილში განთავსდებიან. 3 ანტენა. სამკუთხედის 3 კუთხე. ერთი აქ იქნება, სანაპიროზე. მეორეს ქეითი ჯუნგლებიდან აქედან 2 კილომეტრში დაამონტაჟებს. და მესამე თებში წავალ. ჩარლი ჩრჩილს 3-ჯერ ხედავს. ცხადია, რიცხვების თემა ამ სერიაშიც არის. ქეითი ჯეკს ეუბნება, რომ 8 დღის წინ ჩამოვარდნენ. ჩარლი დრაივშაფტისთვის 8 კვირიან ტურნეს გეგმავს. მაიკლი სხვებს ეუბნება, რომ მშენებლობაში 8 წელი იმუშავა. როგორ გავიგოთ? 8 წელი მშენებლობაზე მუშაობდი, ვოლტ უკან გადი. ამ სერიაში რამდენიმე შეცდომაა, მაგალითად, ფლეშბექის სცენაში, სადაც ჩარლი ძმის სახს სტუმრობს, ეკრანის მარცხენა მხარეს ფანჯრის ზედა ნაწილში მიკროფონის ჯოხი ჩანს, ხოლო გასახდელში ლიამის გასვლისას სარკეებში გადამღები ჯგუფის სხვადასხვა წევრები არიან ნაჩვენები. პოსტ-პროდაქშენმა ამ გამოსახულების დაბინდვა სცადა. თავდაპირველი კაცი სერიალ დაკარგულების პირველი სეზონის მერვე ეპიზოდია. სერია მაყურებლებს სოიერის პერსონაჟზე უკეთებს აქცენტს, თუმცა აქ ერთი ძალიან საინტერესო დეტალია ამ ეპიზოდში, შენონს უმთავრდება ინჰალატორი და აგდებს. მე-6 სეზონში, ეპიზოდში სახელწოდებით შუქურა, ჩარლი და ჯეკი გამოქვაბულის გარეთ, სწორედ შენონის ამ გადაგდებულ ინჰალატორს პოულობენ. ამ სერიაში ბევრი სხვა საიდუმლოც არის და ასევე, რა თქმა უნდა, მიგნებებიც.
განმეორებადი თემებიდან შეიძლება აღნიშნოს რიცხვების თემა. სერიაში ვიგებთ, რომ სოიერი 8 წლის იყო, როცა მისი მშობლები გარდაიცვალნენ. ამ ეპიზოდში ირკვევა, რომ სოიერის სახელი უბრალოდ ფსევდონიმია. ორიგინალი სოიერის ვინაობა კი სერიალის მთავარი სიუჟეტური ხაზი გახდა. მარტო ხელა სერიალ დაკარგულების პირველი სეზონის მე-9 ეპიზოდია. ამ სერიაში საიდია მთავარი გმირი და ამ სერიაში ირკვევა, რომ გადარჩენილები კუნძულზე მარტო არ არიან. ფრანგი ხალისგან რუსოსგან ისმის სახელი სხვები. ასევე ეს არის პირველი ეპიზოდი, რომელშიც ჯუნგლებში ჩურჩული ისმის. რუსო ნახევრად გონება დაკარგულ საიტს უმცირე 6 სხვადასხვა ენაზე. ინგლისურად, გერმანულად, ესპანურად, იტალიურად, ფრანგულად და რუსულად ეკითხება სად არის ალექსი. Alex. Alex. ¿Dónde está Alex? Wo ist Alex? Wer Alex? Where is Alex? Wo ist Alex? Hey Alex. ¿Dónde está Alex? With Alex. Yeah, Alex. Where is Alex? With Alex. Dove Alex? Yeah, Alex. What? ამ ეპიზოდში ნადიას სურათის უკანა მხარეს არაბულად დაწერია. თუ ამ ცხოვრებაში ერთმანეთის ნახვა არ შეგვიძლია, სხვა ცხოვრებაში შევხვდებით. Find me in the next. ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს. If not in ამ სამყაროში არა. სხვა სამყაროში. რა? the right. ნადიამ ასე დაწერა ფოტოზე. ვისაც სერიალი ბოლომდე გაქვთ ნახი, რამის ხომ არ გახსენებთ. სხვა ცხოვრებაში შეხვედრამდე. და შენ ჯეკ? მეორე ცხოვრებაში გნახავ ძმა. სხვების მიერ აღზრდილი სერიალ დაკარგულების მე-10 ეპიზოდია პირველ სეზონში. ამ ეპიზოდში აქცენტი კლერზეა გადატანილი და სათაურშივე ჩანს, რომ სერიალში სხვები აქტიურად გამოჩნდებიან. ეს პირველი შემთხვევაა სერიალში, როდესაც ჰარლის ნამდვილ სახელს ვიგებთ, ჰიუგო რეიესი. ასევე ვლინდება კლერისა და შენონის გვარები, ლიტლტონი და რუტერფორდი. განმეორებადი თემებიდან აქტუალურია შავისა და თეთრის თემა, მაგალითად, კლერის სიზმრის დროს ლოკის ერთი თვალი თეთრია, მეორე შავი. What's happening? რა ხდება? იცი რაც ხდება. But I don't მაგრამ არ მესმის რატომ? Why? მასზე პასუხი შენ უნდა გეკო, მაგრამ მასე არ მოიქეცი კლერ. ახლა კი ყველაფერი უნდა გამოისყიდო. ამავე სერიაში, რა თქმა უნდა, არის რიცხვების თემაც. ექსტრასენსი 4 თვე არწმუნებდა კლერს, რომ ბავშვი თავად გაეზარდა. ასევე, როდესაც კლერი იგებს, რომ ორსულადაა, ამბობს, რომ მენსტრუაცია 6 კვირით დაუგვიანდა. 6 კვირა 42 დღეა. ამ სერიაში ჰარლი აღმოაჩენს, რომ მათ შორის იმყოფება უცხო ადამიანი, რომელიც თვითმფრინავში არ ყოფილა და ეს ითანია. აქ და ნაპირზე ყველა დავკითხე, გვარები გავიგე. ერთ-ერთი მათგანი არ არის. ჯეკ, სიაში ერთ-ერთი არ არის. One of them isn't in the manifest. მას არ უფრენია. He wasn't on the plane. Hello there. გამარჯობა. იტან, ჯეკი სადა? ახლა გადავიდეთ მე-11 ეპიზოდზე, რომელსაც უცნაური სახელი ჰქვია. ყველა საუკეთესო კოვბოის მამიკოსთან პრობლემები აქვს. ეპიზოდის სათაური როკ ვარსკვლავ ჰიტ ტაუნშენდის ალბომის გარეკანზე არსებულ ისტორიას ეხება, რომელიც კრიზისში ლიდერობისა და თავგანწირის შესახებ მოგვითხრობს. ყველა საუკეთესო კოვბოის ჩინური თვალები აქვს, ნათქვამია იმ ისტორიაში. ამ სერიაში ჯეკია მთავარი გმირი და მას შემდეგ რაც ირკვევა, რომ ითანი თვითმფრინავში არასდროს ყოფილა, სწორედ ჯეკი სხვა დაკარგულებთან ერთად კლერისა და ჩარლის საპონულად გარბის. ეს ეპიზოდი პირველი შემთხვევა, როდესაც პერსონაჟს მეორე ეპიზოდი მიიზღუნა, ცხადია, საპილოტე სერიის გამოკლებით. ამ სერიაში უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი ამოუჭრიათ, სადაც ბუნი ლოქს არ დაეთანხმებოდა. მის ნაცვლად ლოქს ორი ახალი მოწვეული პერსონაჟი არტური და სალივანი გაყვებოდნენ, თუმცა ბუნის ლოქთან ერთად წასვლის გადაწყვეტილება სეზონის ბოლოს სწორედ ბუნის მოკლის მიზეზი გახდა. შესაბამისად, თუ მოწვეული პერსონაჟები ლოქს დაეთანხმებოდნენ, სავარაუდოდ
ბუნი პირველ სეზონში არ მოკვდებოდა. აქედან გამომდინარე ეპიზოდის დასაწყისში მოხდებოდა ლუკის აღმოჩენა და არა ბოლოს. გავიგე სამზებრო გუნდს ადგენთ, შემიძლია დაგეხმაროთ. ეს დაუსახლებელი კუნძულია, მათ მოძებნას როგორ აპირებთ? აქ არც ჩვეულმფრენია და არც მობილური კავშირი. ითანის კვალს გავყვებით. ტყეში ისე ვერ გახვალ კვალი რომ არ დატოვა. გათელელი ბალახი და მტროული ტოტები. განსაკუთრებით როცა ორი ტყვე ყავს. თუ მზად ხარ, დახმარება დაგჭირდება. მზად ვარ. მაშინ წავედით. რაც შეეხება განმეორება თემებს. როდესაც ჯეკი ქრისტიანის კაბინეტშია, ჯეკს თეთრი პალტო აცვია. ქრისტიანს კი შავი ქურთუკი. ეს შავი და თეთრია. ჩარლი ჯგუფს 4 მინიშნებას უტოვებს. უოლტი ნარდის თამაშისას კამათელს 4 ჯერ აგდებს, სანამ ჰარლი შეაჩერებს. კეითი ჯეკს უყვება იმ შემთხვევის შესახებ, როდესაც მამასთან ერთად ირმის თვალყურის დევნებას 8 საათი დაუთმო. We go hiking together. დღეში ხშირად დავდიოდით. One day we spent 8 ერთხელ hours. 7 საათი ირემს მივსდავდით. One day we spent 8 hours tracking deer. აქ ბრუნდება წვიმას, რომელიც კუნძულის მისტიური ნაწილია და ამ ეპიზოდშიც ეთანი ჯეკს წვიმაში ესხმის თავს. ლოკიც სწორედ წინასწარ მეტყველებს, როდის დაიწყება წვიმა. ახლა წვიმა დაიწყება 1 წუთში. 1 წუთში +-5 წამი. როგორც არ უნდა იყოს საქმე, სერიალ დაკარგულების პირველი სეზონის მე-12 ეპიზოდის სათაურია. ამ ეპიზოდში კეითია მთავარი გმირი. ეს პირველი შემთხვევა, როდესაც სერიალში კეითისთვის ასე საყვარელი სათამაშო თვითმფრინავი ჩნდება. მოგვიანებით ირკვევა, რომ ტომ ბრენანს ეკუთვნოდა ეს თვითმფრინავი. ტომ ბრენანი კი კეითის შეყვარებულია და კაცი, რომელიც კეითმა მოკლა. ამ სერიაში ძალიან საინტერესო რამ ხდება, ოკეანის მოქცევა იწყება და დაკარგულები იწყებენ ნივთების გადატანას ფიუზელაჟის ჩაძირვის საფრთხის გამო. ასეთი სცენარის მიზეზი ისიც რა იყო. ჰავაიში, სადაც სერიალს იღებდნენ, ოაჰოს ჩრდილოეთ სანაპიროზე სეზონური მოქცევა იწყებოდა თურმე, რის გამოც ადგილს, სადაც ბანაკს იღებდნენ, რეალური დატბორვის საფრთხე დაემუქრა, რითაც ფიუზელაჟი მართლა ჩაეძირებოდა და ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევდა, ამიტომ სცენარისტებმა გადარჩენილებს ბანაკის სხვა ადგილას გადატანის სიუჟეტური მიზეზი მოუძებნეს. ასე თუ გაგრძელდა რამდენიმე დღეში, კორპუსი წყალში აღმოჩნდება. საღამომდე მთელი ნივთები სანაპიროდან უნდა გავიტანოთ. ამ სერიაში არის განმეორებადი თემები. სეიფის ყუთი 815 ნომრით არის დანომრილი. 815-ის გასაღები მჭირდება, რაც შეიძლება სწრაფად. ვინ ხართ? To the box. ყუთის გასაღების როდესაც შენონი ბუნს ეკითხება სად დადის ბოლო 4 დღეა, ის ადრე მიდის და გვიან ბრუნდება. შენონი ახსენებს, რომ რუსო კუნძულზე 16 წელია იმყოფება. სად იყავი? რა დაკითხვა მომიწყვა? უკანასკნელი 4 დღის მანძილზე შენ და ლოკი დილით სადღაც მიდიხართ და ღამე ბრუნდებით. დღეში რას აკეთებთ? კულები და გონება დაკარგულების პირველი სეზონის მე-13 ეპიზოდია. ეს ტერმინი მომდინარეობს ამერიკელი სამხედროების მიერ ვიეტნამის ომის დროს ვიეტნამელი ხალხის კეთილგანწყობის მოწონების მოსაპოვებლად გამოყენებული სტრატეგიიდან. ამ სერიაში ბუნია სერიალის მთავარი გმირი. სერიაში ასახულია დაკარგულების 24 დღე კუნძულზე. ეს დღე კვლავ ჩანს მე-3 სეზონში ეპიზოდში გამოაშკარავება, სადაც არცთი ნიკის რუკას აძლევს, რათა მათ ბარგი იპოვონ. სწორედ ამ დღეს პოულობენ ნიკი და პაულო ნარკოტიკების კონტრაბანდისტის თვითმფრინავს და მარგალიტის სადგურს. ამ სერიაში ისმის დარმას ინიციატივის გენმოდიფიცირებული ფრინველის ჰაიბერდის ხმა. ეს ხდება მანამ, სანამ ურჩხული ბუნსა და შენოს თავს დაესხმება. რიცხვები ამ სერიაშიც არის. ბუნი ლოქს ეკითხება, იმუშავებენ თუ არა ლუქსზე 4 თვის განმავლობაში, როგორც მიქელანჯელო დავითის ქანდაკებაზე. ბუნის სიდნეიში ფრენას 15 საათი დაჭირდა. ამ ეპიზოდში საიდი და ჯეკი კომპას დაყურებენ და სერიალში პირველად ახსენებენ ელექტრომაგნეტიზმს. ეს მოგვიანებით დიდ როლს თამაშობს მეორე სეზონში, სადაც სადგური გედია ნაჩვენები. მზე იქეთ ჩადის. ესე იგი დასავლეთი იქით არის. იქით ჩრდილოეთია. ხო, სწორია. იქ უნდა იყოს, მაგრამ ჩრდილოეთი იქ არის. განსაკუთრებული სერიალ დაკარგულების პირველი სეზონის მე-14 ეპიზოდია, სადაც სერიალი მამაშვილზე მაიკლსა და ვოლტზე და მათ ურთიერთობაზე გვიმახვილებს ყურადღებას. ამ სერიალში ჩნდება კიდევ ერთი პოლარული დათვი, ჯერ ვოლტის კომიქსში, მოგვიანებით კი ჯუნგლებში რეალური პოლარული დათვი, რომელიც თავს ესხმის ვოლტს. მას მაიკლი და ლოკი გადაარჩენენ.
სერიის ბოლოს ჯუნგლებიდან კლერი გამოდის. სახში დაბრუნება სერიალის დაკარგულების პირველი სეზონის მე-15 ეპიზოდია. სერია ჩარლის ეძღვნება და სერიალის აღმასრულებელმა პროდიუსერმა და თანაავტორმა დეიმონ ლინდელოფმა ეს სერია დაკარგულების ყველაზე უინტერესო და თითქმის ყველა დონეზე არასრულყოფილ ეპიზოდად დაასახელა. ამ სერიაში ეთანი კლერის დაბრუნებას ითხოვს და დაკარგულებს ემუქრება. ამის საპასუხოდ ლოკი ამბობს, რომ ბანაკის გარშემო 4 ხაფანგი უნდა დააყენონ. როდესაც ჯექს ლოკი იარაღით სავსე ჩემოდანთან მიყავს, მას შავი მაისური აცვია, ლოკს კი თეთრი. როდესაც კლერი ითანის მისვლას ელოდება, კოკისპირული წვიმა იწყება. ფლეშბექში ჩარლი ცდილობს გაყიდოს ქსეროქსის აპარატი, რომლის მოდელიც არის C815. ითანს ლოყაზე 4 ნაკაწრი აქვს. სოიერი ჯექს ჰოსტს უწოდებს, ხოლო ითანს ჯუნგლების ბიჭს. აი სწორედ სოიერია მომდენო სერიის მთავარი გმირი. ეს მე-16 ეპიზოდია და მას კანონ გარეშეები ქვია. ამ სერიაში სოიერის ნამდვილი სახელი ირკვევა და ეს არის ჯეიმსი. ამ სერიაში შეცდომებიც არის, მაგალითად, როდესაც სოიერი ტახის დევნის შემდეგ ტალახში ვარდება, ფონზე მავთულ ხლართიანი ღობე ჩანს. შემდეგ გადაღებულ დამატებით ფილმში დაკარგულები პრობლემები ტახებთან ირკვევა, რომ ეს სცენა შემოღობილ ტერიტორიაზეა გადაღებული. ამავე სერიაში ჯეკი და კრისტიანიც იყენებენ ფრაზას. ამიტომაც ვერაზროს მოიგებს სოქსი სოფლიო სერიას. მოგვიანებით ბენმა გაროსამყაროსთან წდომის შესაძლებლობა ჯეკისთვის 2004 წლის სოფლიო სერიაში Red Sox-ის გამარჯვების კადრების ჩვენებით დაამტკიცა. სწორედ ამიტომ Red Sox-ი ჩემპიონი ვერასდროს გახდება. What's that? რა? Huh? რა თქვი? რა? You just say? რა თქვი? I said that's მე ვთქვი Red Sox-ი ჩემპიონი ვერასდროს გახდება. What the hell's და ეს რას ნიშნავს? It's just ასე მამა ჩემი ამბობდა. მომდენო სერიას თარგმანში ქვია და ის მე-17 ეპიზოდია. სერიალის სათაურთან ერთად წაკითხვისას ამ ეპიზოდის სათაურია თარგმანში დაკარგული. გავრცელებული ფრაზა, რომელიც ასახავს ორ ენას შორის ერთი და იგივე მნიშვნელობის გადმოცემის სირთულეს. ამ ეპიზოდის მთავარი გმირია ჯინი. ის ფლეშბექის სცენაში პირველად სტუმრობს ბიუნგ ჰანს, სადაც მისი ქალიშვილი ცოტა ხნით ტელევიზორის ყურების პროცესში ჩანს. ჰარლი ეკრანზე იმ მომენტიდან ჩნდება, როდესაც პრესა პირველად ასახელებს მას ლატარიის გამარჯვებულად. ეს მოვლენები დეტალურად არის ნაჩვენები სერიაში ყველას ზულს ჰიუგო. ჯინი ბიუნგ-ჰანს 8-ჯერ ურტყამს სოიერი ჯინს, ბრიუსს უწოდებს, სანს კი ბეტის. ეპიზოდის სათაური ეხება 2003 წლის კომედიურ დრამატულ ფილმს კულტურული შოკის შესახებ, რომლის სცენარის ავტორიც და რეჟისორიც სოფია კოპოლა. მომდენო სერიას რიცხვები ქვია და ის სერიალ დაკარგულების პირველი სეზონის მე-18 ეპიზოდია. სერია ჰარლის ეხება და რიცხვები მთელი ამ ეპიზოდის განმავლობაშია. ჰარლიმ ლატარიაში მოიგო რიცხვებით და შემდეგ იმ კუნძულზე ჩამოვარდა, საიდანაც ეს რიცხვები მოდის სერიალში. შეგიძლია მითხრა შენი ციფრები რას ნიშნავს? the numbers mean. 4, 8, 15, 16, 23, 42, 4, 8, 15, 16. ჯუნგლებში ბუნისა და ლოკის მიერ აღმოჩენილ ლუქსზე, სწორედ ეს რიცხვებია ამოტვიფრული. ამ სერიაში შეცდომებიც არის. მაგალითად, როდესაც ბამბუკის ტივტივა ინგრევა, ჯინის უკან შორს იალქნიანი ნავი ჩანს, ხოლო როდესაც ჯინი და მაიკლი კამათს იწყებენ, მათ უკან სანაპიროზე შენობა გამოჩნდება. როდესაც ჰარლი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ლეონარდს ესაუბრება, ლეონარდის თამაში ბურთების განლაგება სხვადასხვა კადრში სხვადასხვა. Deus Ex Machina სერიალ დაკარგულების პირველი სეზონის მე-19 ეპიზოდია და მთავარ გმირად ლოკს წარმოგვიდგენს. ეპიზოდის სათაური ეხება დრამატურგიულ სადადგმო ხერხს ძველ ბერძნულ თეატრში. ეს ნიშნავდა ღმერთის მოულოდნელ გამოჩენას სპექტაკლში, რომელიც ცვლიდა მოქმედების განვითარებას. წყვეტდა ძირითად კონფლიქტს, განსაზღვრავდა პიესის გმირების ბედს. ღმერთის როლის შემსრულებელ მსახიობს სცენაზე მაღლიდან საგანგებო კონსტრუქცია ამწე მანქანის დახმარებით ჩამოუშვებდნენ ხოლმე. ეს არის პირველი ეპიზოდი ამ სერიალში, რომლის სცენარის ავტორებიც აღმასრულებელი პროდიუსერები დეიმონ ლინდელოფი და კალტონ კიუზი არიან. ამ ეპიზოდის მოვლენები დაკარგულების კუნძულზე ყოფნის 39 დღეს იწყება და 51 დღემდე გრძელდება, როდესაც ბუნი კვდება და აარონი იბადება. გადარჩენილებისთვის მე-40 დღე 2004 წლის ჰელოუინი იქნება. ლოკი ამბობს, რომ ის 4 წელია ინვალიდის ეტლში იმყოფება. ფეხბურთის აქსესუარები? მერვე სექცია მოყვარულთათვის, მე-15 პროფესიონალებისთვის. სერიის ბოლოს ლოკი ხედავს, რომ ლუკის შიგნით განათება ჩაერთო, რაც მთელი სერიალის სიუჟეტური შემოbrunებაა.
Aravno primum non nocere სერიალ დაკარგულების პირველი სეზონის მე-20 ეპიზოდია. ეპიზოდის სათაური ეხება ფრაზას, რომელიც ითვლება რომ არის ჰიპოკრატეს ფიცის ნაწილი, თუმცა სინამდვილეში სიტყვა-სიტყვით ასეთი ფრაზა იქ არ არის. ეს ეხება ექიმებისთვის მნიშვნელოვან წესს. ყოველთვის გაითვალისწინონ შეიძლება თუ არა რაიმე სახის მკურნალობამ პაციენტს ზიანი მიაყენოს. ეს განსაკუთრებით ეხება სერიალში ჯეკის მიერ ამ წესის უგულებელყოფას. ამ სერიაში მთავარი გმირი ჯეკია, ბუნი კვდება, ხოლო კლერი ბავშვს აჩენს. ამ ეპიზოდის სცენები ხელახლა იქნა გამოყენებული პატარა უფლის სულში, როდესაც დროში მოგზაურობის და სოიერი შორიდან აკვირდება კლერის მშობიარობას ჯუნგლებში და ასევე სერიაში აღსასრული, როდესაც კეითი კლერს მშობიარობაში ეხმარება. ამ სერიაში შეცდომებიდან შეიძლება აღნიშნოს სანაპიროზე ჯინის ეპიზოდი. მას შემდეგ რაც მაიკლი ჯინს ეკითხება სურს თუ არა თევზი, მარცხენა ხელს უქნევს მაიკლს. იქ ჩანს რომ მას ხელბორკილები არ აქვს. თუმცა როდესაც მას ესმის როგორ ყვირის კეითი დახმარების სათხოვნელად ტირზე მუშაობისას, ხელბორკილები ჯინის მარცხენა ხელზე აშკარად ჩანს. ახლა განმეორება თემებზე გადავიდეთ. მარკი ჯეკს ეუნება რომ დაახლოებით 8 ჭიქალუდის შემდეგ კარგად იქნება. ფლეშბექში სარას პერანგზე 2-4-იანი აწერია. სარას პერანგი თეთრია, ხოლო 44 ნომრიანი შავი. ეს შავი და თეთრია. სოიერი ჯინს კატოს უწოდებს. კლერს კი მამაკიტას. ყურადღებით, ახლა ვიტყვი დიდ სპოილერს, ამიტომ რამდენიმე წამით, სანამ ხელს ჩამოწევ, ხმა გამოურთეთ მათ, ვისაც სერიალის ფინალი ჯერ არ გინახავთ. 100 წელზე მეტი ხნის წინ კუნძულზე იაკობი, კუნძულის დამცველი და კაცი შავებში მისი მოწინააღმდეგე გვერდი-გვერდ ისხდნენ და ერთმანეთს სითხით სავსე მინის ბოთლი გაუცვალეს. ქორწინებამდე სასტუმრო საოში ჯეკი, მომავალი კუნძულის დამცველი, იჯდა მამამისის გვერდით, რომლის სახესაც მოგვიანებით კაცი შავებში მიიღებს და მასთანაც სითხით სავსე მინის ბოთლი გაცვალა. დიდი სიკეთე სერიალ დაკარგულების პირველი სეზონის 21 ეპიზოდია და ამ სერიაში საიდია მთავარ როლში. თავდაპირველად ამ ეპიზოდს თურმე ერქვა მხარეები. პირველი სეზონის Blu-ray ვერსიაში მითითებულია კიდეც მენიუს ეკრანზე, რომ ეს სერია ასევე ცნობილია როგორც მხარეები. განმეორებადი თემები. საიდის შენობის ფანჯარაზე რიცხვი 815 ჩდება, როდესაც შენონი იარაღ ჩასადებიდან იღებს და ლოკისკენ მიდის, წვიმა იწყება. ჩარლი აარონს თალგამთავას უწოდებს. სოიერი აარონს ბეიბი ჰიუს, ხოლო ჩარლის ჩაკის. დავადებული სირბილისთვის სერიალ დაკარგულების პირველი სეზონის 22 ეპიზოდია და სერია კეითს ეხება. ეპიზოდის სათაური ბრიუს სპრინგსტინის ცნობილ 1975 წლის ალბომსა და სიმღერას ეხება. სიმღერა მოგვითხრობს წყვილზე, რომლებიც ახალგაზრდა კეითისა და ტომის მსგავსად ოცნებობენ თავიანთი პატარა ქალაქიდან მანქანით წასვლაზე. ტომმა და კეითმა დროის კაფსულა 15 აგვისტოს დამარხეს. სოიერი ჯინს სულს უწოდებს, კეითს კი პუდინგს. გამოსვლა ნაწილი პირველი სერიალ დაკარგულების პირველი სეზონის 23 ეპიზოდია. ამ სერიაში გამორჩეულად ბევრი შეცდომაა და ბევრგან ჩანს გადამღები ჯგუფის სხვადასხვა წევრი. ხან ოპერატორები და ხან მეგაფონიანი კაცი. მე-7 წუთსა და 54 წამზე პლაჟზე ჩანს ოპერატორი, რომელიც გადარჩენილების ტივის გაშვების ცდელობას აფიქსირებს. ასევე მე-7 წუთსა და 59 წამზე ოპერატორი ჩანს ტივის ლითონის კაბინის უკან. მე-40 წუთსა და 52 წამზე და 51 წუთსა და 25 წამზე წყალში ოპერატორია. ასევე მე-40 წუთსა და 56 წამზე სანაპიროზე გაქცეულებს შორის გადამღები ჯგუფის წევრი მეგაფონით ჩანს. შვიდობით, წარმატებები. ვინსენტ, უკან დაბრუნდი. ფრენის დილით უოლტი უყურებს სერიალს ძალის რეინჯერები, რომელიც პირველად 2005 წელს გავიდა ეთერში. ახლა რაც შეეხება განმეორება თემებს. ანა ლუციას ადგილი 42F-ია, ჯეკის ადგილი კი 23B. სოიერი დეტექტივ კალდერვუდს მეტსახელად ექიმს არქმევს. გამოსვლა მეორე ნაწილი სერიალ დაკარგულების პირველი სეზონის 24 ეპიზოდია და 2 საათიანი ფინალია. ევროპისა და ავსტრალიის ბაზრებისთვის ეს ეპიზოდი 2 საათიან ეპიზოდად დაიყო. როდესაც ჯეკის ჯგუფი ჯუნგლებში ყვამლის ურჩხულს წააწყდება, უზარმაზარი ჩიტი ხიდან აფრინდება და გამოცემს ხმას, რომელიც დაახლოებით სიტყვა ჰარლის მსგავსია. ეს იგივე ჩიტია, რომელზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და რომელსაც დაკარგულები მეორე სეზონის ფინალში შეხვდებიან. ჰარლის ეპიზოდის განმავლობაში არაერთი შეხება აქვს რიცხვებთან. მისი სასტუმროს ნომერია 2342.
როდესაც ჰარლის საბურავი უსკდება, მისი მანქანის სიჩქარე 42 კმ/სთ-დან 16-მდე ჩამოდის, შემდეგ 15-მდე, შემდეგ 8-მდე და ბოლოს 4-მდე. ხოლო მანქანის დაფაზე ტემპერატურის მაჩვენებელი 23 გრადუს ცელსიუსს აჩვენებს. ჰარლი გარბის ფეხბურთელების გუნდთან, რომლებსაც მაისურების უკანა მხარეს 4, 8, 15, 16, 23 და 42 ნომრები აწერიათ. კაც აეროპორტში გიჟური 8-იანი სკუდი ახურავს, სკუტერი კი $1600 იყიდება. კარგი. აქ 1600-ია. როდესაც საბოლოოდ მიდის ოუშენიკის 815 რეისის შესასვლელთან, ირკვევა, რომ ეს 23 შესასვლელია. ჰარლი ამჩნევს, რომ ლუგზე რიცხვებია ამოტვიფრული. მაიკლი მასთან ერთად მყოფ სოიერს ეუბნება, რომ ისინი კუნძულიდან 15 მილის დაშორებით არიან. სოიერი მაიკლს ჰანს ჯინსკი ჩუის უწოდებს. ესეც ასე, დავასრულეთ სერიალ დაკარგულების პირველი სეზონი. ზოგადად მე ამ ვიდეოში მხოლოდ სერიალის საიდუმლოებების, განმეორებადი თემების, გადაღების შეცდომების, შეცვლილი სცენარის, ლიტერატურული მეთოდების და სხვა დეტალების მხოლოდ დაახლოებით 20-30% მოგიყევით. ოღონდ ცხადია სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალების 30%. უსაყოლი კიდევ ბევრია და ჩვენ ამას სხვა ვიდეოებში გავაკეთებთ. არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. ნამასტე.